აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის გაფართოებული სხდომა ჩატარდა, რომლის ძირითად განხილვის საგანს წარმოადგენდა 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების მონაწილე ვეტერანებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი სოციალური პროგრამების განხორციელების მიმდინარეობა. 2023-2024 წლების ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ეფექტიანად გამოყენების შედეგებზე ისაუბრა უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიშები წარადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა, ჯანდაცვის, იუსტიციის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრებმა და მინისტრის მოადგილეებმა. ვეტერანთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების საქმეში აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის როლზე ისაუბრა ცენტრის დირექტორმა ეკა წივწივაძემ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბენეფიციართა სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას და ბიუჯეტის მიზნობრივ გამოყენებას. სხდომის მონაწილეებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია, გამოითქვა საინტერესო წინადადებები და იდეები, დაისახა სამომავლო გეგმები, გამოითქვა მოსაზრება სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც მომავალში ვეტერანებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმუშავებს. ჩვენ გქონდა კომუნიკაცია იმ უწყებებთან, რომლებიც უშუალოდ ჩართულნი არიან ვეტერანების სოციალური დაცულობის საკითხებისადმი. ყველა ეს უწყება ძალიან აქტიურად გამოეხმაურა ამ საკითხებს. რა თქმა უნდა, რომ გაცილებით მეტი გაკეთდა ბოლო 2 წლის განმავლობაში 23-24 წლებში 115,000 მიაღწია ბიუჯეტის იმ სახსრებმა, რომლებიც დელეგირებული იყო ვეტერანების, ომში დაღუპულებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მატერიალური დახმარების საკითხებისათვის, ჯანდაცვის საკითხებში ამოქმედდა რამდენიმე პროგრამა, რომელიც უშუალოდ ვეტერანებს ეხებოდა. სერიოზული საკითხები დაისვა ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანის ინიცირების თაობაზე და ამ საკითხებში უმაღლესი საბჭოს შესაძლებლობების, აფხაზეთის მთავრობის შესაძლებლობების გამოყენებაზე. შემოშავდა ახალი პროგრამები, რომლებიც ეძღვნება ვეტერანებს, მაგათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. მუდმივად ვცდილობთ ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. ამ მხრივ 2025 წლისთვის მნიშვნელოვნად გაკეთდა სამუშაოები და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალშიც მუდმივად ვიზრუნოთ მაქსიმალური ხელსაწყობის თაობაზე. ამ შემთხვევაში აქ უმაღლეს საბჭოში მე გამოვედი არა როგორც უმაღლეს საბჭოს აპარატის უფროსი, არამედ როგორც ერთ-ერთი ომის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სამხედრო შენაერთის ყოფილი მეთაური. საბიუჯეტო სახსრების გარეშე, რა თქმა უნდა, სოციალური საკითხების გადაწყვეტა წარმოუდგენელია. სისტემურად უნდა მიუძიეს ამას სახელმწიფო, რომ მოხდეს კანონში მოხდეს რაღაც პატარა, მაგრამ ცვლილება იმისთვის, რომ გარკვეულწილად შეუმსუბუქდეს ვეტერანის ოჯახს თავისი მდგომარეობა.